იყო და არა იყო რა. ერთ ლამაზ მწვანე ტყეში სამი ძმა გოჭი ცხოვრობდა. ისინი დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა პატარა სახლი უკვე ვიწრო იყო მათთვის. ერთ მზიან დილას დედა ღორმა სამივე შვილს დაუძახა და უთხრა: საყვარელო შვილებო, თქვენ უკვე დიდები ხართ, დროა წახვიდეთ და საკუთარი სახლები აიშენოთ. ოღონდ ფრთხილად იყავით, ბოროტ მგელს უფრთხილდით, ის ძალიან საშიში და ვერაგია. გოჭებმა ჩაალაგეს ბარგი, დაემშვიდობდნენ დედას და გრძელ გზას გაუდგნენ. ისინი ტყეში გზაჯვარედინთან მივიდნენ, სადაც მათი გზები გაიყო. პირველი გოჭი ძალიან ზარმაცი იყო. მას უნდოდა სახლის სწრაფად აეშენებინა და მალევე დაეძინა. გზაში მან დაინახა კაცი, რომელსაც ჩალა მიჰქონდა და კაცს სთხოვა: გთხოვთ, მომეცით ეგ ჩალა. სახლი სწრაფად უნდა ავაშენო, რომ მალე გამოვიძინო. კაცმა მას ჩალა მისცა. გოჭი ძალიან გაახარა ამ ამბავმა, რადგან საქმეს მალე მორჩებოდა. მან სახლი მართლაც უცებ ააშენა. ჩალა უბრალოდ ერთმანეთზე დაყარა და არც უწვალია. ჩემი სახლი მზადაა. შეიძლება მყარი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ახლა გამოვიძინებ. მეორე გოჭი გზას გაუყვა. ის ძმასავით ზარმაცი არ იყო, მაგრამ თამაში ძალიან უყვარდა. ის შეხვდა კაცს, რომელსაც ფიჩხი მიჰქვიდა. ხე ჩალაზე მყარი ჩანდა, თანაც მსუბუქი იყო. მივიდა კაცთან და სთხოვა: გთხოვთ, მომეცით ეგ ფიჩხი, მინდა ავაშენო სახლი, რომელიც ჩალის სახლზე ბევრად მყარი იქნება. კაცმა მას ფიჩხი მისცა. გოჭმა მადლობა გადაუხადა და ხის სახლის მშენებლობა დაიწყო. მან ტოტები ერთმანეთს მიაჭედა. მართალია დაიღალა, მაგრამ სახლი ერთ დღეში დაასრულა. შეხედეთ ჩემს სახლს, ხისგანაა და მაგარია. ახლა შემიძლია მშვიდად ვიყო და ვითამაშო. მესამე გოჭი კი ძალიან ჭკვიანი იყო. მან იცოდა, რომ ტყეში საფრთხეელოდა, ამიტომ მყარი სახლის აშენება გადაწყვიტა. ის შეხვდა კაცს, რომელსაც აგური მიჰქონდა. აგური მძიმე, მაგრამ მყარი იყო. გთხოვთ, მომეცით ეგ აგურები. მინდა ისეთი სახლი ავაშენო, რომელსაც მგელი ვერაფერს დააგლებს. კაცმა მას აგურები მისცა. გოჭმა მადლობა გადაუხადა და მძიმე შრომისთვის მოემზადა. მესამე გოჭი დღეების განმავლობაში შრომობდა. ის აგურებს დიდი სიზუსტით აწყობდა. ძმები დასცინოდნენ მას. მათ არ ესმოდათ, რატომ წვალობდა ის ამდენს, როცა შეეძლო ეთამაშა. ახლა კი იცინით, მაგრამ როცა მგელი მოვა, მე ჩემს აგურის სახლში დაცული ვიქნები. ბოლოს სახლიც დასრულდა. მას მყარი კარი და საკვამური ჰქონდა. ის ნამდვილ ციხესიმაგრეს გავდა. ერთ დღესაც ტყეს საშიში ჩრდილი დაადგა. ავი მგელი გამოჩნდა, რომელიც მსხვერპლს ეძებდა. როგორ მუმშივდა, გოჭების სუნს ვგრძნობ, დღეს ვახშმად ძალიან გემრიელი ლუკმა მექნება. მგელმა ჩალის სახლი დაინახა. მან ბოროდად ჩაიღიმა და პატარა კარისკენ გაემართა. მან კარზე დააკაკუნა. შეშინებული გოჭი საწოლის ქვეშ შეძვრა და კანკალებდა. პატარა გოჭო, კარი გამიღე, შენი მეგობარი ვარ და მინდა მოგესალმო. არა, კარს არ გაგიღებ, ვერ შემოგიშვებ, აქ ვერ შემოხვალ, ვერაგი მგელი ხარ. მაშინ სულ შეუბერავ და მთელ სახლს თავზე დაგამხობ. მგელმა ღრმად ჩაისუნთქა. მისი მკერდი უზარმაზარ ბუშტს დაემსგავსა. იმდენი ჰაერი დაიკუვა. მან მთელი ძალით დაუბერა. ქარმა სახლს დაარტყა და ჩალა ყველა მიმართულებით გაიფანტა. სახლი წამში დაიშალა. პატარა გოჭი წამოხტა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაიქცა.
მე დაგიჭერ, ვერსად გამექცევი პატარა გოჭო, დღეს ჩემი ვახშამი გახდები. ძმაო, კარი გამიღე სწრაფად, მგელი მომდევს. გთხოვ, შემომიშვი. მეორე გოჭმა კარი გააღო, ძმა შეიყვანა და ურდული გადაკეტა. ორივე მძიმედ სუნთქავდა. ამასობაში მგელი ხის სახლთან მივიდა. მან იცოდა, რომ ამ სახლის დანგრევაც არ გაუჭირდებოდა. გოჭებო, კარი გამიღეთ, თუ არ გამიღებთ, ამ სახლსაც ისევე დავანგრევ, როგორც პირველს. არა, კარს არ გაგიღებთ, ვერ შემოგიშვებთ. წადი აქედან, ბოროტო მგელო. მაშინ შეუბერავ სულს და ამ სახლსაც ნაფოტებად ვაქცევ. მგელმა კიდევ უფრო ღრმად ჩაისუნთქა. იმდენი ხაერი ჩაყლაპა, რომ ბურთს დაემსგავსა. მან დაიღრიალა და სახლს შეუბერა. ფიჭხის სახლმა ზანზარი დაიწყო. სახლი დაიშალა და ნანგრევებად იქცა. გოჭებმა კივილით გამოასწრეს და გაიქცნენ. სწრაფად, აგურის სახლისკენ გავიქცეთ, ჩვენი ძმა გადაგვარჩენს. დაგიჭერთ, სამუდამოდ ვერ ირბენთ, თქვენზე სწრაფი ვარ და ძალიან მშია. სწრაფად, შემოდით სახლში, უკან არ მოიხედოთ, აქ დაცულები იქნებით. მესამე გოჭმა მძიმე კარი მიაჯახუნა და სამი დიდი ურდულით გადაკეტა. ავი მგელი კართან მივიდა. ის ძალიან გაბრაზებული იყო და სირბილისგან ქოშინებდა. გოჭებო, გააღეთ კარი, ვიცი რომ მანთხართ და სულ ყველას შეგჭამთ. არა ბატონო მგელო, კარს არასდროს გაგიღებთ. ჩემი სახლი მყარია და მას ვერ დაანგრევ. მაშინ სულ შეუბერავ და სახლს თავზე დაგამხობთ. მგელმა ყველაზე ღრმად ჩაისუნთქა. მკერდი ისე გაებერა, რომ გასკვდომაზე იყო. მან მთელი ძალით დაუბერა. ქარიშხალივით დაეტაკა ჰაერი აგურის კედლებს. მაგრამ სახლი არ განძრეულა. აგურები მყარად იდგა და ცემენტი კარგად იჭერდა მათ. მგელი გაოცდა. მას არასდროს ენახა სახლი, რომელიც მის ძლიერ სუნთქვას გაუძლებდა. კიდევ ერთხელ ვცდი, დაიყვირა მან. ისევ ჩაისუნთქა ისე ღრმად, რომ სახეზეც კი გაწითლდა. მან უფრო ძლიერად დაუბერა. ხეები მოიხარა, მაგრამ სახლი ისევ მყარად იდგა. სახლში სამი გოჭი ფანჯრიდან იყურებოდა. ისინი თავს უსაფრთხოდ და თბილად გრძნობდნენ. თუ გინა მთელი დღე უბერე მგელო, ამ აგურის სახლს ვერასდროს დაანგრევ. მგელი ძალიან დაიღალა. ის ბალახზე დაჯდა, მძიმედ სუნთქავდა და ძალა აღარ ჰქონდა. შიგნით შესასვლელი სხვა გზა უნდა ვიპოვო, გაიფიქრა მან და საკვამურს ახედა. აჰა, სახურავზე ავძვრები და საკვამურიდან ჩავალ, იქიდან ნამდვილად არმელიან. მგელმა კედელზე ცოცვა დაიწყო. ის ბრჭყალებით ეჭიდებოდა აგურებს. გოჭებმა სახურავიდან ხმაური გაიგონეს. მათ შიშით ახედეს ჭერს. ეს რა ხმა, სახურავს ტეხავს, ძალიან მეშინია რომ შიგნით შემოვა. ის სახურავზეა, საკვამურიდან აპირებს ჩამოსვლას. სწრაფად, ცეცხლი უნდა დავანთოთ. მესამე გოჭი ბუხართან მივარდა. შეშა შეყარა და დიდი მწველი ცეცხლი დაანთო. შემდეგ ცეცხლზე წყლით სავსე ქვაბი შემოდგეს. წყალი ძალიან მალე ატუღდა. მგელი სახურავზე, საკვამურთან იდგა. მან ჩაიხედა ღრმა ბნელ ხვრელში. მოვდივარ, პატარა გოჭებო, ვერსად დამემალებით, ახლავე ჩამოვალ. მგელი საკვამურში ფეხებით ჩახდა. მას ეგონა, რომ ოთახში დახდებოდა, მაგრამ ცხელი ქვაბის შესახებ არაფერი იცოდა. მგელი საკვამურიდან პირდაპირ მდუღარე წყალში ჩავარდა და საშინელი ხმა გაისმა. ის ტკივილისგან ქვაბიდან ამოხდა. მგელი რაკეტასავით გავარდა კარში,
დამწვარ კუცს იკავებდა და ხმამაღლა ყვიროდა. მგელი ტყის სიღრმეში დაუჩინარდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას გოჭების ძალიან შეეშინდა. ჩვენ ეს შევძელით, გადავრჩით, ყვიროდნენ გოჭები. ისინი სიხარულისგან ცეკვავდნენ. შენ მართალი იყავი. შრომა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. უთხრა პატარა გოჭმა თავის უფროს ძმას. მგელი აღარავის უნახავს. ამბობენ, რომ ვეგეტარიანელი გახდა და მხოლოდ ბოსტნეულს ჭამსო. ტყეში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა. ჩიტები გალობდნენ და მზე სამ ბედნიერ გოჭს დანათოდა. ერთ დღეს დედა ეწვიათ. ის ძალიან ამაყი იყო, როცა სამი მყარი სახლი დაინახა. ოჩახშვილებო, ახლა უკვე დაცულები ხართ და ძალიან ვამაყობ თქვენით. მათ დიდი ვახშამი გამართეს. გემრიელად მიირთმევდნენ და მგელზე ისტორიებს ყვებოდნენ. მზე ჩავიდა და ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ტყე მშვიდი და ჯადოსნური იყო. სამი პატარა გოჭი თბილ საწოლებში დაწვა. მათ იცოდნენ, რომ სახლში საფრთხე აღარ ემუქრებოდათ. ასე ცხოვრობდნენ სამი პატარა გოჭი ტკბილად და ბედნიერად თავიანთ მყარ სახლში. ეს იყო ზღაფარი სამ გოჭზე. გახსოვდეთ, რომ უნდა იშრომოთ და ჭკვიანურად მოიქცეთ. დასასრული.